გამარჯობა, როგორც შევთანხმდით, გიწერ დეტალურ ვიდეოს პროგრამა როგორ მუშაობს და რა უპირატესობები და ფიჩები აქვს. სავარაუდოდ გეცოდინება, რომ ავტომატურთავები არის ბაზარზე და ანალოგია არის, თუმცა ბევრად უფრო დახვეწილი და დიდი ფუნქციონალით. მაგალითად, პირველი ფუნქცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახლის ჩამოტვირთვა და შემდგომ უკვე განთავსება. გვაქვს ესეთი ინტერფეისი. პირველი ღილაკი არის პასუხისმგებელი პროგრამის გახსნაზე. ძირითადი ყველაფერი, რაც პროგრამას გააჩნია, ამ ღილაკით იხსნება. მოდი ჯერ ამას შევეშვათ და მაგალითად შევინახოთ ერთი ცალი ბინა. ჩამოტვირთვა ხდება მეორე ღილაკით. დაველოდოთ ცოტა ხანი და ბინა გვეხსნება სამუშაო მაგიდაზე. ეს არის მეორე ჩანართი პროგრამაში. პირველი ჩანართი განცხადებები უკვე გაჩვენე. აქ არის ყველა განცხადება, რასაც ბროკერი შეინახავს და შემდგომ უკვე შეიძლება მოიძიოს ფილტრაციით, რაც საკმაოდ დახვეწილი არის, როგორც SSC-ან My Home-ზე არის. განცხადების დამუშავება შემდგომ უკვე ატვირთვისთვის ხდება მაგიდაზე. რა შეიძლება ახლა აქ შევცვალოთ? პირველ რიგში ჩვენი პირადი შენიშვნა, რაც გადადის Excel-ში. ID კოდები My Home-ის და SSC-ის, რაც უკვე თავისი შეივსება განთავსების დროს და მე პატრონის ნომერი. საწყისად შეგვიძლია ჩვენ ეს კომენტარი რაც არის შევცვალოთ მაგალითად და დავუწეროთ ახალი კომენტარი. და შესაბამისად შეგვიძლია შევცვალოთ ფასი ჩვენი რაც გვინდა და Excel-შიც უკვე ჩვენი ფასი იქნება მითითებული რო არა ვირიოთ. ეს ყველაფერი განახლდა და თუ მაგალითად Google Sheets-ი ჩაბმული არის ავტომატურად განახლდება იქაც ჩვენი კომენტარი და ფასი. შემდგომ ეს არის დამატებითი კომენტარი, რაც ეკრობა ყოველ განცხადებას განთავსების დროს და არის ინდივიდუალური ყველა ბროკერისთვის. ამის განახლება ჩვეულებრივად შეიძლება. ზემოთ არის მოცემული ღილაკები. პირველი ღილაკი არის ჩვენი განცხადების ორიგინალი ლინკი და რო დავაჭიროთ, გაიხსნება იგივე განცხადება მე პატრონის მესაკუთრის. ეს არის უკვე SSC განთავსების ორი ცალი ღილაკი. ერთი არის უფასო ვარდება დრაფტის რეჟიმში და მეორე უკვე ავტომატურად თანხა ჩამოიჭრება და გადახდილი იქნება. უბრალოდ რედაქტირებაზე გადაგვიყვანს. My Home-ზე ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს. გამოვიყენოთ მაგალითად SS ღილაკი. გადაგვაგდებს გვერდზე, სადაც თითქმის არაფერი არ არის, მაგრამ ზემოთ მარცხენა მხარეს მიდის შევსების ინტერფეისი და შევსებისთანავე უკვე გადაგვაგდებს განცხადებაზე და ხედავთ, რომ არის შევსებული ჩვენი ახალი კომენტარით. და შესაბამისად ახალი ფასით. განცხადებას უბრალოდ გაგრძელებას მიცვეთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მისამართიც საყურადღებო იქნება. განთავსების დასრულება და ჩემი განცხადებები. ეს იყო დრაფტის რეჟიმიდან ჩვეულებრივად დარედაქტირება და შემდგომ უკვე გადახდა. არის მეორე რეჟიმი, რომ პირდაპირ მაგალითად თანხა ჩამოგვაჭას და განცხადება განთავსეს. ხელახლა თუ გავხსნით ჩვენ პროგრამას და მაგიდაზე გადავალთ. ჩამოშლით აი ამ ჩანარს და ვინახავთ, რომ SSC-ის ID კოდი ჩვენი განცხადების ავტომატურად შეივსო. სად ინახება ახლა ჩვენი მონაცემები, რასაც დღის მანძილზე ვავსებთ და შემდგომ უკვე გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რა ბინები გვაქვს და რანაირად ვიმუშაოთ. გვაქვს Excel-ის ფორმატი მოცემული, ეს არის ყოველი ბროკერისთვის ინდივიდუალური და გამოიყურება ეს ჩვენი ID კოდები, ინფორმაცია სახლის შესახებ და რა თქმა უნდა მესაკუთრის ნომერი. ამის რედაქტირება ჩვეულებრივად შეიძლება იგივე ინტერფეისი არის, რაც მაგიდაზე. ერთჯერადად შეგვიძლია ჩავარედაქტიროთ, თუნდაც დავუმატოთ ესე უაზროთ My Home-ის ნომერი მაგალითად, რამე პირადი შენიშვნა დავწეროთ, რომ თან 3%-ში სიტყვაზე Excel-ში ძირითადად მაგას უთითებენ ხოლმე და შევინახოთ. ეს არის ისე ორიგინალის ღილაკი და ნაგვისყუთი შესაბამისად საერთოდ მონაცემის წაშლა. დანარჩენი, მაგალითად, თუ გვაინტერესებს დღევანდელი განცხადებები 24 რიცხვის, დღეს შევინახე ორი განცხადება, აი ეს ორი განცხადება არის. გვაქვს ასევე ფილტრაცია Excel-შიც მოცემული, რომ მაგალითად უბნით ვიპოვოთ და აი სიტყვაზე ყველაფერი გლდანში არის, მაგრამ კონკრეტულად ეს ვნახოთ. და ამოგვიგდებს ესე. შეგვიძლია კიდე მივუთითოთ მაგალითად ვაკეთს გვაინტერესებს და ვაკესაც მოვიძიებთ, თუმცა დღევანდელ თარიღში არა გვაქვს, გავანულოთ. ესეც შესაბამისად ფილტრაცია არის და ყველგან სტანდარტული არის და გვაქვს ასევე განცხადებების ექსპორტი. მაგალითად დღის ბოლოს ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი მონაცემები ჩამოვტვირთოთ, აი დღევანდელი თარიღით მოვნიშნოთ, ან თუნდაც გუშინდელი და იმისწინდელი ნებისმიერი თარიღი. და ავირჩიოთ ჩვენი თავი ბუნებრივად არჩეული არის და მივცეთ ექსპორტს. ეს გვაძლევს უკვე Excel-ის ფაილს, რაც თითქმის იდენტური არის, რასაც ვავსებთ ხოლმე მაგალითად
აი მსგავსი ფორმატი არის, რასაც ყოველი აგენტი ავსებს ხოლმე. თუმცა ყველგან ერთი და იგივე ფორმატი არის, ინდივიდუალური არ არის. აი ჩვენი ჩამოტვირთული თარიღების განცხადებები დალაგებული არის, ორიგინალის ლინკებიც აქ არის, თარიღი და ჩვენი კომენტარი რა თქმა უნდა და ფასი რაც ჩვენ დაუწესეთ ის ფასი არის, მესაკუთრის ფასი არ ჩანს რომ არ ავიღიოთ. აი აქ არის ჩვენი უკვე განთავსებული განცხადებების ლინკები. სავარაუდოდ მე გადავიხადე და უკვე განცხადება აქტიურია და შემიძლია გადავიდე. შემდგომი ფუნქციონალი. ეხლა გადავიდეთ მაგალითად ფასების მონიტორინგზე, ისევ პირადი ფუნქციები არის. აქ ჩვენ მოგვდის notification-ები, თუ მაგალითად მესაკუთრე ფასს ცვლის ან შლის განცხადებას, მთელი ინფორმაცია აქ გვიგროვდება და შემდგომ შეგვიძლია დაუკავშირდეთ და ფასი ჩვენი შევცვალოთ. დინამიკაც მოცემული არის პროცენტულად გაიზარდა, შემცირდა და რა დაემართა განცხადებას. გადავიდეთ ანგარიშზე. ანგარიშზე მოცემული არის ჩვენი ანგარიშის ინტერფეისი, ისევ ნომრების შესავსები, ავტორიზაციის ხილაკები და ინსტრუქცია როგორ შეიძლება Google Sheets-ზე ჩავაბოთ. ჩემსას ცოტა უცნაური სახელი აქვს, მაგრამ რო გადავიდეთ დავინახავთ, რომ ყველა მონაცემი, რასაც დღის მანძილზე ვავსებ, საბოლოოდ გადმოდის აი აქ და იწერება თავისით. გადავიდეთ ხა სააგენტო სისტემაზე, რაც ძალიან დახვეწილი არის და არის ჩემი უპირატესობა. გადავიდეთ სააგენტოს ჩანართში. აქ მოცემული არის უკვე განცხადებების სია, მაგრამ ყველა ბროკერის ინდივიდუალურად და ერთად. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში რატომღაც მაქვს 80 განცხადება, ერთი წუთი გავანულებ და 3700 განცხადება არის. ეს არის ამ მომენტში სააგენტოში ვარ დამატებული და სააგენტოს განცხადებები არის. აი ესე არის მოცემული, ვიცით, ვინ აბინასთან მუშაობს, მესაკუთრის ნომერი და შეგვიძლია გადავიდეთ და ჩვენი თვე განვათავსოთ, მაგალითად, თუ ჩვენ ეს ბინა არა გვაქვს და ვთამაშობთ რაოდენობაზე. აქედანო შეგვიძლია ურჩიოთ მაგალითად ნებისმიერი ბროკერის განცხადებები და დავათვალიეროთ კონკრეტულად მისი. ასევე მოცემული არის ინფორმაცია თუ ვინ მუშაობს ამ ბინასთან, იმიტომ რომ ერთი აგენტი ზოგადად არ მუშაობს ხოლმე და თუ რამდენიმეს აქვს მაგალითად 60 ადამიანს ჩვენი კომპანიიდან შენახული, ეგეც თვალსაჩინო არის და ვიცით რომ ეს განცხადება აქტიურად გამოიყენება ჩვენ სააგენტოში. გავანულოთ ფილტრაციაც ანალოგიური არის, შეგვიძლია მოვიძიოთ როგორც მაგალითად ID კოდით, ისე მობილურის ნომრით და ასე შემდეგ. სრულყოფილი ინფორმაცია არის და ფილტრაციაც ასევე სრულყოფილი არის. გადავიდეთ ხა ბროკერებზე. ყველა ჩვენი ბროკერი, რა თქმა უნდა, რაც სისტემაში არის ჩვენ სააგენტოში, მოცემული არის აქ და შეგვიძლია მისი კონკრეტულად განცხადებები დავათვალიეროთ. Excel-ი ვნახოთ თუნდაც აი მაგალითად ეს არის კონკრეტული ერთი ბროკერის Excel-ი და მენეჯერს რო დაჭირდეს რო აი გადმოწერა მინდა, აქიდან ჩვეულებრივად გადავა გადმოწერს. თუ მაგალითად სხვა უნდა, ისევ აქიდან შეუძლია მოიძიოს ნებისმიერი ბროკერის, თუნდაც თარიღი, თუნდაც სხვა რაღაცები და ექსპორტი აქ შედარებით ცოტა სხვანაირია. შეგვიძლია მოვნიშნოთ ყველა ჩანაწერი, ყველა ბროკერი და ეხლა მოგცემ ძალიან დიდ ფაილს და შემიძლია გაჩვენოთ. თუმცა ცოტა დიდ დრო დაჭირდება, იმიტომ რომ განცხადებები საკმაოდ ბევრი არის. სანამ ეს ყველაფერი მზადდება, შეგვიძლია გადავიდეთ სტატისტიკაზე. სტატისტიკა მოცემული არის ნებისმიერი დროის, მაგალითად, კონკრეტულად ერთი თვე შეგვიძლია ურჩიოთ, აი წინა თვეში ესეთი სტატისტიკა გქონდა. ორი ტიპის არის ჯერჯერობით, ეს არის უძრავი ქონების სტატისტიკა, ანუ რომელ ტიპის განცხადებას ვინახავთ, მაგალითად, ბინებზე მუშაობს ძირითადად, ცოტა სახლები არის, აგარაკები, რამდენი სასტუმრო არის, აქ მაგალითად 5 სასტუმრო შევინახეთ 5 რიცხვში. და ეგეც თვალსაჩინო არის. შეგვიძლია გადავრთოთ გარიგებაზე და ვიცით, რამდენი იყო ქირა მაგალითად, გაყიდვა, იჯარით გაცემა და ასე შემდეგ. შეგვიძლია ასევე ვნახოთ კონკრეტული ბროკერების სტატისტიკა, მაგალითად, აი აურჩიოთ საბა და საბას წინა თვეში კონკრეტულად 11 რიცხვი აქვს ძალიან გულიანად ნამუშევარი. ეგეც შეგვიძლია გავიგოთ. ეხლა ვნახოთ ისევ ჩვენი Excel-ი, თუ მაგალითად online Excel-ი გამახსნევინებს ამ ხელა ფაილს, შემიძლია გაჩვენოთ. თუ არა და ჩაწერილი არ მაქვს სამწუხაროდ და უკვე თქვენთან შეგიძლიათ ნახოთ მე რა შემდგომ პროგრამის გამოყენების დროს. ფაილი ძალიან დიდი არის, დაახლოებით 4000 ჩანაწერი იქნება და online ვარიანტმა შეიძლება ვერ გაქცეს, მაგრამ დავალოდოთ ცოტა ხანი. ფუნქციონალზე სულ ეს იყო, ერთადერთი რაც არ გაჩვენეთ, შეიძლება ცალკე გავხსნათ, მაგალითად აი ესე. და ცალკე გახსნილი უკვე SS-ის მიღმა იხსნება, თუმცა My Home-ზეც იგივენაირი პრინციპი არის. და შეგვიძლია ასევე ფონი შევცვალოთ, გახდეს თეთრი ან შავი. სულ ეს იყო ამ ეტაპზე, იგეგმება კიდე ძალიან ბევრი განახლება და თანამშრომლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განვიხილავ შემოთავაზებებს, როგორ შეიძლება გახდეს პროგრამა უკეთესი,
უფრო დაიხვეწოს და ასე შემდეგ. დროებით და ველოდებით თქვენ ფიდბექს და რა თქმა უნდა ერთი თვე თუნდაც თქვენ ნახევარი სატესტო პერიოდი უფასო არის ნებისმიერი ბროკერისთვის.